ესე რა, თქვენ ახლა თქვენ გუგლ ალბათ მაქსიმუმ ერთი კვირის ვადაში თქვენ ისე უნდა შეიკრიბოთ ხოლმე ამ ვადებს, იმიტომ რომ გარანტირებულად შეიძლება ვიკითხოთ, რომ ახლა საკმარისი არის, მოდი იმეილს დავექნოთ, ადგილზე ინფორმაციას გავუკეთებ ეკა და ნუ ახლა ჩვენ ყველანი რა. კაცი რა გაკეთებისაზე. უნდა მოიძიოთ ეს გადაგება. აბსოლუტურად სწორი. იმიტომ რომ თქვენ თვითონ ხო არ დაიწყებთ ახლა. ჩვენ დღეს არა უკვე რამდენიმე დღეა უკვე ჩვენ აქტიურად დავიწყეთ ეს პროცესი, მაგრამ დღეს არის პირველი დღე, როდესაც სამუშაო ჯგუფები შეიკრიბა, მე ერთად შევხვდი ყველა პრინციპულ ექსპერტს, რომელიც იმუშავებს ამ ჯგუფებში. ჩვენ გვყავს ერთი მთავარი ექსპერტი, რომელიც ასე ვთქვათ შეკრავს რაღაცნაირად ამ სამუშაოს და ასევე 4 ექსპერტი სამუშაო ჯგუფების მიხედვით, ეს არის ოფისის მეურნეობა, ეკონომიკა მთლიანად, ზოგადად, ეს არის სოციალური ინფრასტრუქტურა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მართვა. ძალიან კარგი ხალხი მოვიზიდეთ, ხალხი, რომელიც ღრმად იცნობს სფეროს და ასევე რეგიონს უმეტესობა და აქ არიან წარმომადგენლები როგორც საკრებულოებიდან, ასევე გამგეობებიდან, საკრებულოებიდან დეპუტატები სფეროების მიხედვით, ვინც კურირებას გაუწევს თითოეულ მიმართულებას და ასევე გამგეობებიდან სპეციალისტები, რომლებიც შესაბამის მიმართულებაში არიან გარკვეულები და პრინციპში ხო ამას ემატება ბიზნეს სფეროების წარმომადგენლები, ამას ემატებიან არასამთავრობო სფეროების წარმომადგენლები და საერთო ჯამში აქ არის ყველა ის ადამიანი, რომელსაც შესწევს უნარი, რომ ეს სტრატეგია იყოს შემუშავდეს ხარისხიანად. ჩემი ძალიან ინტენსიური ჩართულობა სამუშაო ჯგუფები იქნება თუ შემდეგ ცალკე ექსპერტებთან ლაპარაკი და ურთიერთობა თუ და ცხადია უკვე საბჭოს დონეზე, იმიტომ რომ ამ ყველაფერს ხელმძღვანელობს საბჭო, რომლის თავმჯდომარეს მე გახლავართ, საბჭოს შემადგენლობაში შედიან საკრებულოს თავმჯდომარეები და გამგებლები, ასევე იქაც არასამთავრობო სფეროს წარმომადგენლები, ბიზნესის წარმომადგენლები და ასე შემდეგ. და ჩემი ჩართულობა არის, მე პირდებით, რომ იქნება ძალიან ღრმა, იმიტომ რომ მე
რეგიონის შესახებ მოვასწარო ჩავამეყალიბებინა საკმაოდ კაფიო შეხედულებები რა სფეროში რა უნდა გაკეთდეს. ცხადია ეს შეხედულებები არ არის ახლა რაღაც საბოლოო ბეჭედი და სწორედ იმიტომ არსებობს საბჭოს და იმიტომ არსებობს სამუშაო ჯგუფებიც რომ ჩვენ შევჯერდეთ საბოლოო ჯამში და რაღაც კონსენსუსამდე მივიდეთ. და მე არათუ დიდი იმედი მაქვს, არამედ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი საბოლოო ჯამში, დოკუმენტი, რომელთაც მთელი რეგიონი იხელმძღვანელებს არა მარტო რაღაც რამდენიმე თვის ან წლის, არამედ საკმაოდ გრძელვადიან პერსპექტივაში და მე ძალიან ბევრს ვიშრომებ პირადად ამისაც, რომ ეს ასე იყოს. დიდი მადლობა. კი ბატონო, ეს არის მთავრობის მიერ დაგეგმილი აქცია, რაც არის რეგიონებში, რეგიონული განვითარების სტრატეგიის შემუშავების პროცესი. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულად შიდა ქართლის რეგიონის განვითარების სტრატეგიაზე და შესაბამისად თუ სოფლის მეურნეობაში რა ღონისძიებები და რა ხედვები უნდა ჩამოყალიბდეს გარემოს დაცვაში, რესურსების მართვაში, როგორი უნდა იყოს ეკონომიკური განვითარების სტრატეგია, სწორედ აი ამ საკითხებზე კონკრეტულ გამგეობებთან და მთლიანად მუნიციპალიტეტის სუბიექტებთან გვაქვს შეხვედრა, რათა დავსახოთ სამომავლო ღონისძიებები ამ სტრატეგიის შემუშავებისთვის. კი, პრიორიტეტებად გამოყოფილია, როგორც მოგახსენებთ, სოფლის მეურნეობა, ეკონომიკა, გარემოს დაცვა და ასევე სოციალური დაცვა თვითონი მოსახლეობის, ვინც აქ ცხოვრობს და ამ ოთხივე მიმართულების კომპლექსურ ჭრილში განხილვა, რადგანაც ეს ყველაფერი ურთიერთდაკავშირებულია და საბოლოოდ ეკონომიკა უნდა ემსახურებოდეს თითოეული ადამიანის ინტერესს და შესაბამისად ამ სტრატეგიის ჩამოყალიბებაზე მიმდინარეობს მუშაობა. ლილი ბეგიაშვილი. დიახ, ექსპერტია. ეხლა მანქანა გამოდის. ხეხილის ბაღები ქართლში უმეტესი ნაწილი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა, რაღაც აჟიტირება და ეს არის თქვა რაღაც საბოტაჟის უცდელობები რომ შეიყვანონ. ეს პროგრამა არის საგაზაფხულო პროგრამა, მცირე მიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის, რომელიც თავიდანვე რო ჩამოყალიბდა ეხებოდა ხვნის და კულტივირების სამუშაოებს. დამატებით თავრობა მიიღო გადაწყვეტილება, რომ 0-დან 5 ჰექტარამდე ბენეფიციარებისთვის მრავალწლოვანი ნარგაობას დაემატებინა, მაგრამ პირველი პრიორიტეტი იყო სახნავი სამუშაოები, მათ ვისაც საკრებულობაში გააჩნიათ სახნავი ფართობი. საბოტაჟის ძილობაში რა იგულისხმება? ის იგულისხმება, რომ ის იგულისხმება, რომ ინფორმაციები მოდის მოსახლეობიდან ასევე, რომ შეცდომაში შეგვიყვანეს, ვინ შეიყვანა შეცდომაში. რატო არ არის შეცდომაში, არ არის გათვალისწინებული, არ იყო გათვალისწინებული, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პროგრამა ეხებოდა საგაზაფხულო სამუშაოებს, ხვნის სამუშაოებს. პროდუქციის წარმოებას, მიწების დამუშავებას, ვინაიდან სტატისტიკური მონაცემებით გამესამედებულია ბოლო წლებში სავარგულების დამუშავება და ეს თქვენს კარგად იცით, არაერთხელ თქმულა ამასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა 80% იმპორტირებულ საქონელზე ზის. ეს არის აი პოლიტიკის შედეგად, რომელიც სოფლის მეურნეობა არ იყო პრიორიტეტული. არავინ არ დაპირებია, რომ ეს იქნება და ან მე ესე იქნებოდა პროგრამა, როგორც დაიწერა, სახნავ ფართობებთან დაკავშირებით. მრავალწლოვნები შესაბამისად მოქცეულია ამ პროგრამაში და იმ გრადაციის მიხედვით იღებენ შესაბამის ბარათს, თქვა 0,25 ჰექტარამდე 100 ლარიანს, 0,25-დან 1,25-მდე 510 ლარიანს პროპორციულს, 1,25-დან 5 ჰექტარამდე 640 ლარიან ბარათს. რაც შეეხება იმ კატეგორიის მოსახლეობას, რომელსაც გააჩნია სახნავიც და მრავალწლიანიც ერთად, პრიორიტეტი ენიჭება ავტომატურად სახნავ ფართობს. ეს იყო გაცხადებული თავიდან. მოსახლეობა ამბობს, რომ ზოგს აქვს 2 ჰექტარი ანუ ფართობით და კიდევ ერთხელ ვიმეორებ. იმიტომ რომ ეს არის სახნავი. კი, სახნავს გულისხმობ. ანუ აქვთ პრიორიტეტი არის სახნავი. პროგრამა ამ შემთხვევაში პროგრამა ხორციელდება სახნავი ფართობის შესაბამისად. აბსოლუტურად გამოვრიცხავ თავიდანვე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს პროგრამით არ იყო ნათქვამი. მუნიციპალიტეტის სოფლის განვითარების სამსახურის წარმომადგენელმა გაკეთა განცხადება, რომ მათ მიმართეს წერილობით პრემიერ-მინისტრის
პროექტის სახელზე დაიწერა წერილი და თქვათ არის რაღაცა უზუსტობები და ლაფსუსები ამ საკითხში გარდა. არანაირი უზუსტობა და ლაფსუსი პროგრამასთან დაკავშირებით არ არის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იყო უზუსტობები სიებთან დაკავშირებით, რომლებიც ადგილიდან მივიღეთ, რომლებიც მოწმდება, სწორდება, უკან უბრუნებთ, იბეჭდება შესაბამისი ბარათები და მოსდის უკან. არის დამატებითი სიები, რომლებიც კიდე არ წყდება და დღემდე კიდე არიან ხალხი, რომლებიც არ მოხვდნენ ამ სიებში ისევ ადგილებიდან მიღებული ინფორმაციით, ვიხილავთ ამ დამატებითი სიების ჩათვლის საკითხს. აი საბოტაჟის ცდილობა არის ეს შეცდომაში შეყვანა მოსახლეობის, რომ თქვენ მოგატყუეს, თქვენ არასწორად გითხრეს, აი რასაც თქვენი ზოგადად მოსახლეობას ხომ მეუნებით, რომ აქვთ იმის განცდა, რომ ეს მრავალწლოვანზე უნდა მიმეღო და არ მიმიღე, არ უნდა მიიღო. იყო გარადაცია, ეს არის პროგრამა სახნავი კატეგორიას, რომელსაც აქვს ორივე პროგრამა ავტომატურად ხორციელდება სახნავი ფართობის შესაბამისად, კატეგორია ბენეფიციარის, რომელსაც აქვს მხოლოდ მრავალწლიანი და მას არ გააჩნია სახნავი, ვრცელდება მრავალწლიანს. სახელი გარდა კოტე ხუცაიძე სოფლის მეურნეობის და სურსათის დეპარტამენტის უფროსი. სახნავზე უნდა მიიღო. იმას ვარ. სწორედ ეს არის მიზნობრივი უფრო მიწამული. არა, ესეთიც იყო, მაგრამ მე ინფორმაციას ვერ ვქენგან. თქვენ თუ ჯგუფის რომელიმე წევრის მუშაობის ხალხით მოყოფილოთ, თქვენ მეუბნებით